მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვთ დასასრული. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს, მხოლოდ ITV-ს ეთერში, ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგიყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით რეალობას. 2003 წლის შემდეგ კრიმინალთათვის გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის მიუხედავად ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების თემა წინა საარჩევნოდ კვლავ აქტუალური გახდა. ისინი პოლიტიკაში ოპოზიციურმა ძალებმა არა პირდაპირ, თუმცა მაინც დააბრუნეს. ბატონ დადგა ქართულ ოცნებაში კანონიერი ქურდების ოჯახის წევრებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნების აუცილებლობა. ვინ არიან რა ჭალეჭუმში ბიძინა ივანიშვილის რჩეული მაჟორიტარების კანდიდატები და რა აკავშირებთ მათ კრიმინალთა და შევარდნაძის ხელისუფლებასთან? მეოცნებეთა პოლიტიკა, კრიმინალი და კორუფცია. მთავარი თემა გიამბობთ. გზა 90-იანებიდან დღემდე მან არც თუ ისე უმნიშვნელოდ განვლო. თავი საზოგადოებას წლების განმავლობაში კარგად დაამახსოვრა. ცაგერის მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი ცხოვრების მოწყობა შეძლო. ახლა კი ღვინის მონოპოლისტად წოდებულ მამუკა ჩაჩხიანს რეგიონზე კონტროლის აღდგენა უკვე დეპუტატობით სურს. ჩაჩხიანი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მეგობარი და პროტეჟეა. აი ბიჭი ვარ. საპროდუქციო მე არაფერი ამჟე ჩემი მე ტექნოლოგიური მეცნიერება დოქტორი ვარ, ჩემო ძულფასო. მოსკოვში მუშაობდი დიდხანს. საკმაოდ სერიოზული მეცნიერი ვიყავი, მე ღვინის ქარხნის დირექტორი ვიყავი. მე მისვენოს მთელი ლეჩხუმი. და მე ძალიან შემელო ბევრი ფული მქონოდა და მთელი ჩემი ქონება დარიგებული მაქვს ლეჩხუმში. რავი, რატომღაც ეხლა ბიძინა ივანიშვილს აგინებენ, რაღაცებს ლანძღავენ, მეწონე თუ ის ძალიან წეს ქრისტიანი კაცია. სოლშვილი უყვარს მისი მეუღლე და მოკლედ არ დარბის საყვარლებში და არ кайფობს და კაი კაცია და ძალიან გვიყვარს ეგაც. ის ცაგერის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. თქვა რომ პატიოსანი მევენახე სოფლის მეურნეობისა და მისთვის კარგად ნაცნობი მევენახეობის აყვავებას შეძლებს. ჩაჩხიანი ამ სფეროს მართლაც კარგად იცნობს. იმდენად კარგად რომ მისი პირადი ბიუჯეტი წლების განმავლობაში სწორედ ცაგერში გლეხების მიერ მოყვანილი ყურძნის ხარჯზე ივსებოდა. ცაგერში ყვებიან რომ ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი ყურძნის ბიზნესს მთელს რეგიონში აკონტროლებდა. იყო პრობლემები ფულის დაგვიანებაზე, იყო ხან ჩაბარებაზეც ხან შევიტანდით, მე ცაგერში მიქონდა და ხან ჩენჩი გადმოქონდა და ხან წვენი და ხან რა ვიცი. ხან სხვა სქირაობდა კიდე და სხვა ფირმები მოდიოდა, არ ვიცი ახლა ზუსტად რა ხდებოდა. იმის ფირმას მოდიოდა გაჩეჩილაძის და ხან ამბრალაუში ვაზიკიებდა, ხან ოყურეში რა ვიცი. თანხები ზოგი 2 ტონას ვაბარებდი, ზოგი 3 ტონას, ზოგი 6-7 აბარებდა, რა ვიცი. ყოფილა მომენტი რომ ორბელში დადგა ის ფირმა ჩამოვიდა და ფასებერ შეთანხმდნენ და ვაფშე წავიდა გეიქცა იქ კაცი და მე დადგა ოყურეში თუ რაღაცა და მე იქანაც შეიტანა ხალხმა. დაწიკა და იქანაც რომ მორჩა და აღარ უნდა და მე სახლებში წამევიდათ ზოგმა გიჩააბა. ეს რეალურად თქვენ ზარალცით უკავშირდებოდა ხო ეს ამბები? რა ნიშნავდა რომ ჩემი დაგლეხობის რომელიმესი იყო ზარალი ხო? ყველა არ ბარდებოდა ხო? ებულობდა 1.40-60 ტონას რომ მიიღებდა, შეო მეტი არ მინდაოდა წევიდა. ხალხი ერთმანეთს ვაწყდებოდით მაგის მე. რიგი იყო და მეტი საშუალება მაშინ არ იყო რომ სადმე გემუშავა ან ის იყო ჩვენი საარსებო წყარო. ნახე და კუძე. ეს ადამიანი ცაგერში ერთადერთი არ არის, ვისაც ღვინის ქარხნის ყოფილ დირექტორთან პრობლემები შეექმნა. ჩაჩხიანის მონოპოლიაზე ცაგერის რაიონში აქტიურად საუბრობენ.
ყვებიან, რომ ყოველი წელი მასთან კონფლიქტით იწყებოდა. გლეხები ქარხნის დირექტორისგან კუთვნილი თანხის მიღებას ხშირად თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩაჩხიანმა ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს მისგან კუთვნილი თანხა დღემდე არ მიუღია. ის ქონდა მარანი, კონიაკიც ახანე იხდებოდა, ყველაფერი ახანე იყო და ახლა დაამგურიეს და გაატიალეს, აღარავის რა შობოდნენ მე მეფერი ვიცი. ჩვენ ჯუა ვერ ვაბარებდით და ჩვენ ჯუაზე ვერ ვღებულობდით და ესა გვია. არც ქვით არ გვაძლებდნენ და ბეს არ გვაძლებდნენ. თუ მოგიდან და ფულ მოგიდან თუ არა ვერ უჩივლებდი. ასე იყო და სარალზე მივდიოდი და გვივიანდებოდა და ერთი მორეს ვეჩხუბებოდით, არა ჩემი ვოჩერეთია, არა ჩემი ვოჩერეთია და ნათესები და ბიზაშვილები ერთი მორეს ლანძღავდით და იმაშობოდით, არ იყო. ბედი სანამბარ და როცა იქნებოდა მოგიტანდა და როცა თუ არ მეიტანდა ქვით აფერი გქონდა ჩვენ რო გვეჩივლა და რაც ვიზამდი. ახლა მე რო თქვა ამა ურდენ გავადნია თქვა თუ ვერ გექნა საბუთი და დოკუმენტი რა იცი რა პრავლემა უჩივლო იმას. არ გეტყვით მილიციის უპროსო რო უჩივლო ხა მაჩვინე თუ ჩააბარე ქვით არის და რამეოდა. როცა იყო ჩაბარება, კი ვაბარებდით. ფუნქციონირება. ერთნაირი პრობლემები გექნებოდა ყველას, ხო? ხო, ზედანაკლებად ასე იყო. ერთნაირი პრობლემები რა თქმა უნდა. დაგვიანებდა ყველასთვის ვიგვიანებდა. ლარში ვარდებოდა. და ზოგს 700, ზოგს ტონა, ზოგს მეტი ზედანაკლებად რა ეგრე. და 3 წელია გავიდა, მაშინდე რა თანხა. ხო, რა თითქმის ხო. სულია და ჯერ არ აგვია. ბატონდათ მხარდამჭერებს რატომ დადიხართ? ანუ ნაკლები ხალხი გვხდება სოფელში. მეშინია და იმიტომ დავდივარ. ისე შიში გაქვთ. აი ამისანება ხულიგნება რო არ ვცემონ. დაცვით დაბრძანდებით ანუ. ხო, დაცვით დავდივარ. მაგრამ სამწუხაროდ შეიარაღება არ აქვს, იმიტომ რომ უფლება არ აქვს რა. თორემ მივლიდით ალბათ. რომ მქონდეს ახლა უფრო დიდი, უფრო ტანკი რომ მყავდეს, ტანკით ვივლიდი რა. ტანკსა და შეიარაღებაზე მეოცნებეთა კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე ოცნებობს. რაჭა-ლეჩხუმის ყოფილ გუბერნატორსა და შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთ ჩინოვნიკს ამბროლაუში კარგად იცნობენ. როგორც ამბობენ, მის სახელს კრიმინალური ბიზნეს გარიგებები, მექრთამეობა და სახელმწიფო ფონების მითვისება უკავშირდება. რაჭველები ყვებიან, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მიწები, მანქანები, საწარმოები გუბერნატორობის პერიოდში მიითვისა. მან სახელმწიფო ფონების საკუთარ მფლობელობაში გადატანა მისი კონტროლის ქვეშ ჩატარებული აუქციონის შედეგად შეძლო. დარახველიძემ ქონება ნულოვანი აუქციონის შედეგად შეიძინა. სადმე რამეს ნორმალურს დაინახავდა, ყველაფერი უნდა და თავისი ოჯახის საკუთრებად ექცია. აი ეს ტერიტორიაც ახლა სადაც ვიმყოფებით, აი ამხელა ტერიტორია თან თვითონაც არ უარყოფს 4 ჰექტარ ნახევარია ის, რომელიც ზემოთ სავენახეთ იყიდა 8 თეთრად რეალურად და ეს ტერიტორიაც, რომელიც დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრია, ძალიან კაპიკებში, მეცაც გეტყვით ნულოვან აუქციონზე აქ ნაყიდი. და ეს ტერიტორია ესე არ გამოიყურებოდა მაშინ, ამას ნებისმიერი დაგიდასტურებთ, აქ იყო ძალიან ბევრი საწარმო, ძალიან ბევრი ცეხი, ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მაგკაცმა ნაწილ-ნაწილ დაშალა, ნაწილ-ნაწილ გაყიდა. თითქოს გააკეთეს რაღაც ისეთი საკუთრების სახე მიცეს, რომ აქ დასაქმებულ მუშებსაც უნდა ქონოდათ რაღაც, მაგრამ რა თქმა უნდა, იმათ არაფერი არ დარჩათ და ამხელა საწარმოდან 2 გლეხია, რომელიც 2 ადამიანია, რომელსაც ტრანსპორტი შეინარჩუნეს თავისი სიჯიუტის ხარჯზე, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა, თუმცა დღემდე ედავება და დღემდე ცდილობს იმათ ფული გამოსძალოს. მას როგორც გუბერნატორს შეუძინა სახელმწიფომ GAZ 24
31, მე მგონი ესე ქვია სწორად, რომელიც დაახლოებით 1 თუ წელიწად ნახევარში გამოიტანეს ასევე აუქციონზე და რამოდენიმე აუქციონის შემდეგ თუ არ ვწდები და მე მგონია რომ არ ვწდები 70 ლარად შეისყიდა ისევ თვითონ ბატონო დავით დარახველიძე. რაჭოლები დავით დარახველიძის გუბერნატორობის პერიოდის კიდევ ერთ დეტალს იხსენებენ. ამბროლაურის მკვიდრი და ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ გოგორელიანი ბიძინა ივანიშვილს და დავით დარახველიძეს კიდევ ერთ ტყუილში ამხელს. გოგორელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, რომ დარახველიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით განაცხადების საფუძველზე დატოვა. თენგიზ გოგორელიანი ყვება, რომ დარახველიძე გუბერნიიდან ძალით გაიყვანეს. მისი გადადგომის პროცესი კი სრული 3 დღე დასჭირდა. იყო რა თქმა უნდა კამათი მას არ უნდა თანამდებობის დატოვება და მოხდა უბრალოდ კამათი რომ უთხრეს რომ ამ შემთხვევაში გამარჯვებულმა ნაციონალურმა პარტიის ლიდერებმა უთხრეს რომ დატოვეთ კაბინეტი. ასე ვთქვათ, შეგამართების შემდეგ დატოვა კაბინეტი კონკრეტულ მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში ნაციონალები. ყოველი მიზეზით ცდილობდა რომ არ წასულიყოს გუბერნატორობიდან, ამისათვის მიტინგიც მოაწყო, ამისათვის ხელმოწერებიც შეკრიბა, მაგრამ მაინც არ დაამტკიცეს გუბერნატორად და მე ვთვლი რომ ამან აიძულა პოლიტიკაში ნაციონალების ოპოზიციაში გადასულიყოს და არა მისმა პოლიტიკურმა აზროვნებამ. ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებთან გულთბილი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის კოალიციისთვის პოლიტიკური პერსპექტივების ხერხემალია. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება კი ქართული ოცნების კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ლენტეხში, კანონიერი ქურდის ამირან იგივე ბეგო გაზდელიანის ძმა გია გაზდელიანი. ბიზნესმენი, რომელმაც ფული როგორც ლენტეხში ამბობენ, მოულოდნელად იშოვა და თავის სამშენებლო ბიზნესში დაიმკვიდრა. ლენტეხის მკვიდრნი გაზდელიანების ოჯახზე ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა მისი ძმის კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირს ადასტურებენ. ამირან გაზდელიანის კრიმინალურ წარსულზე საუბრობს თავად ოლიგარქიც. ანუ ყავს თუ არა გია გაზდელიანის კრიმინალური ავტორიტეტი ძმა? ყავს ერთი ძმა, რომელსაც ამბობენ რომ ესეა. კრიმინალური ავტორიტეტია გიბატონო. მისი ძმა, ან ამირან გაზდელიანი იგივე ბეგო წარმოადგენს თუ არა კრიმინალურ ავტორიტეტს, თუ არის თქვენთვის ცნობილი? ხალხის ცნობილია კი ადრე. ჩვენი გუნდის წევრია გია გაზდელიანი და არა მისი ძმა. თუმცა თქვენ იცოდით მისი დამიგია და თუმცა უფრო იამაღებდა რომ უფრო სახელოვანი ძმა ყავდეს. გიას და უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ რა გია გაზდელიანზე უარი ვთქვა, რადგანაც მისი ძმა ვთქვა, მრუდიგზით წავიდა. კრიმინალური ავტორიტეტი ამირან იგივე ბეგო გაზდელიანი, რომელიც კანონიერი ქურდია და რომელიც ესპანეთის ციხეში ორგანიზებული დანაშაულისა და მანქანების ქურდობის გამო ამ დრომდე იხდის სასჯელს ლენტეხში კარგად ახსოვთ. ისიც ახსოვთ, რომ მისი სახელით არიელ ონიანს უკავშირდებოდა. მათი კლანი კი სვანეთს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა. კონტროლის მათეული ფორმა მოსახლეობის ძარცვასა და დაშინებას ითვალისწინებდა. ისტორიები, რომელსაც გაზდელიანი ონიანის დაჯგუფებებზე ყვებიან, მარტივი მოსასმენი ნამდვილად არ არის. იყო შემთხვევები, აი ლენტეხი ქუთაისი, რეისი ჩვეულებრივი ეს მარშრუტკა თუ მიკროავტობუსით, რაღაცა ავტობუსებით დახვდებოდნენ გზაში და ყაჩაღობები 1000 რა ვიცი ძალით ჩამოყავდათ. პატარა ხელჩანთებშიც კი ძრებოდნენ, რომ აი რა ქონდათ და რისი წართმევა შეიძლებოდა, რისი წაღება რომ ასე ტოვებდნენ რა. აი სამგზავრო ფურსაც არ უტოვებდნენ. თითქოს აქაც იცოდა ვინ მიდიოდა და რა ფულის პატრონი ლენტეხიდან და იქ ხვდებოდნენ სპეციალურად რომ აი თითქოს იცოდა რომ განზრახული შენ ამდენი ქონდა ფული და ეს ფული სად წაიღე. ბუსით მივდიოდი ერთხელ დავხდნენ გელავერზე 1-7-8 კაცი შეიარაღებული, რომელიც
ჩამოგვცეს ავტობუსიდან და გაგვშიშვლეს რა ერთი სიტყვით. აი იმ პერიოდს რო ვიხსენებ, ხომ, ტანში ბურძგლის ხოლმე ისეთი პერიოდი იყო, დაგვაწვინეს მიწაზე და twin აი ქალები მანდილოსნები, რომელიც რომ აი ბოდიში თქვენთან გააშიშვლეს და თუ რაიმე აი ბოდიში თქვენთან ლამის იმაში ჩაუყვეს ხელი, რომ მაშინ სხვა რა აქვს ფულიო. ადამიანი მიდიოდა საოპერაციოდ და შეეხვეწა ის მამაკაცი იყო რა. ამას მე თვითონ ვარ მომსწრე ამისი. შეეხვეწა საოპერაციოდ მივდივარო და ნუ წამართმეთო 700 ლარი ექონდა საწყალს ჯიბეში. და მოუღეს ის 700 ლარი და აი ის რა ვიცი მე ვიღაცამ გამოიარა და წაიყვანეს სასწრაფოდ ისე ცუდად კი შემოგვაკვდა იქ ხელებში. ამირან გაზდელიანის სახელი არაერთ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. ცნობილი კანონიერი ქურდი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი გავრცელებული ინფორმაციით ტარიელ ონიანის დახმარებით რამდენიმე წლის წინ თქვა, ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში, ძირითადად ძვირადღირებული ავტომობილების მოპარვითა და დსთ-ს ქვეყნებში მათი ჩაყვანის ორგანიზებით იყო დაკავებული. მას ამ საქმეში კანონიერი ქურდები პაატა ბაქრაძე და ჯეირან კინწურაშვილი ეხმარებოდნენ, რომლებიც სასჯელს ლიონის ციხეში მასთან ერთად იხდიდნენ. რატომ გადაწყვიტა რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა საკუთარი გუნდის ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე პირები დაკომპლექტება რთული სათქმელია, თუმცა ივანიშვილის კრიმინალურ კორუფციული პოლიტიკური გუნდი უკვე აღარავის უყურს. ეს იყო ამ კვირის მთავარი თემა, ჩვენ ერთმანეთს კვლავ ITV-ს ეთერში შევხვდებით. მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება, ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვთ დასასრული, პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს, მხოლოდ ITV-ს ეთერში, ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგიყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად გვქნით რეალობას.